მე მინდა დავიწყო იმით, რაც ერთი მხრივ ყველაზე მთავარი საკითხია დაძაბულობა ირანთან მიმართებაში, თუმცა ყურადღებით თუ დავაკვირდებით ჩვენ და სწორედ ამაზე ვისაუბრებ ახლა, ცოტა სხვა პროცესი მიდის. სანამ მე მიმოხილვას დავიწყებდე, თქვენ კარგად იცით, რომ 2 დღის წინ მე დავდე მასალა, რომელიც თავიდან ბოლომდე ამერიკულ მასალებზე და ანალიზზე იყო დაფუძნებული, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ამერიკის მთავრობის სახელით ვისაუბრო, რას გააკეთებს ის და მე პროგნოზისტი არა ვარ, სამწუხაროდ ძალიან საკმაო რაოდენობით ადამიანმა ვერ გაიგო ეს ყველაფერი. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ ცალკე დაზვერო ამერიკისა, ცალკე უპირველესი სამხედრო პირები ძალიან დიდ გაფრთხილებას აძლევდნენ ამერიკის პრეზიდენტს, რომ არ გაეკეთებინა ეს შეტევა, იმიტომ რომ არანაირ ზომიერებაში არ ჯდება წმინდა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ამერიკის უსაფრთხოებასთან ამას არაფერი კავშირი არ აქვს. დღეს სხვათა შორის New York Times-ში დაიბეჭდა სტატია, სადაც ამერიკის დაზვერვა უარს ამბობს, რომ რაიმე სახის ბირთვული ახალი განახლებული პროგრამა აქვს ირანს, ან და საუბარია იმაზე, რომ მას ატომური ბომბი თითქოს და მზად უნდა კონდეს, ყველაფერი უარყოფილი იქნა და გასაგებია, რომ ეს სხვა რამეზე მიანიშნებს და მიანიშნებს ეს კონფლიქტი იმაზე, რაზეც ფაქტობრივად CNN-მა დღეს დაწერა და აშკარად ჩანს, იმიტომ რომ დილის დარტყმების შემდეგ ფაქტობრივად ბევრი არაფერი ხდება. საპასუხო დარტყმები იყო ირანისა, თითქმის ყველა ბაზას, რაც კი ახლო აღმოსავლეთშია, რაღაც ფორმით მისწვდა ზოგიერთი რაკეტა და ჰუსიტებმაც იგივე შეტევები გააკეთეს და დაველოდოთ მოვლენებს. მთავარი რაც იყო, ჯერჯერობით კარგად არ არის ცნობილი, ლიკვიდაცია ირანის ხელისუფლების უმაღლესი პირებისა, ცხადია პირველ რიგში ხომეინი, პეჟეშკიანი პრეზიდენტი, საგარეო მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ასე შემდეგ. როგორც დღეს გაირკვა, თუმცა ისრაელის ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ ხამენეი მოკლულია, არ ვიცი ჯერჯერობით, სხვაგან მე ვერ სათნახე ეს და ისე ჩანს, რომ მთავარი დარტყმის მიზანი რაც იყო, ეს იყო ლიკვიდაცია და არა ისე ვთქვათ ისეთივე ომი, როგორც 12 დღიანი ომი იყო. ეხლა მე მინდა თუმცა ჩემი არხის და ჩემი გვერდის მკითხველებს ამის ახსნა არ ჭირდება. როდესაც მე ვსაუბრობ ირანზე და ირანის შესაძლებლობაზე, აქ ჩემი არანაირი სიმპათია ან არასიმპათია არ არსებობს. მე ვაკეთებ იმის ახსნას თუ რა არის. ეს იგივეა, როგორც მე ვსაუბრობ რუსეთზე, როცა ვაკეთებ იმ ახსნას, რაც არის რეალურად და არანაირი სიმპათია, ანტიპათია, ისევე როგორც ამერიკულ სიტუაციას ვაანალიზებ, მე აქ ჩემს პირად სიმპათიას არ გამოვხატავ. მე უამრავ მასალას ვეცნობი და ამდენად ჩემი დასკვნები მხოლოდ აღწერს სიტუაციას. მე პროგნოზისტი არა ვარ. რა განსხვავება პროგნოზსა და ანალიზს შორის, მე მგონი ეს არაერთხელ ავხსენი მეცნიერულ დონეზე და აღარ გავიმეორებ. მე უბრალოდ მინდა ყურადღებით მოეკიდოთ, საქართველო არის გახლეჩილი. დღესაც ჩემს კომენტარზე ორგანიზებული ეს იდეოლოგიით ჭკუა დაკარგული აბსოლუტურად არ ვიცი რა ქვია ამ ხალხს, არ მინდა ამაზე აქცენტი გავაკეთო, როგორი აგრესიით ლაპარაკობენ, როგორიც მე გახსნილი ვარ თქვენთან სასაუბროდ. მე განსაკუთრებით უფროსი და საშუალო ასაკის ადამიანებს მიგვართავ. დიდი ბოდიჩვარი რამ გამოგათაყვანათ. სადაც გნებავთ, იქ მოვალ თქვენთან. ახალგაზრდებს მე ცუდად არ ვახსენებ, ისინი ისედაც დაღუპულები არიან, ის ნაწილი, რომლებიც ამ იდეოლოგიას სადღაც შინ მიდიან, სადღაც უკრაინაში იმარჯვებენ, ეხლა ამერიკელების აგრესიაზე
თურმე ირანი ცუდი რამ მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ირანში ცუდი თუ კარგი ხელისუფლება ჩვენ ჩამოვაგდოთ ის თუ რა ვქნათ ჩვენი მთავარი მიზანია სწორი საგარეო პოლიტიკა ავაგოთ რომელიც არ იქნება ორიენტაციებზე აგებული არამედ იქნება პრაგმატულ მოსაზრებებზე აგებული იქნება აგებული უსაფრთხოების მიღწევის მაქსიმალურად მისაღებ ფორმებზე და სულაც არ არის მარტივი საკითხი და აბსოლუტურად არ წყდება თეთრი შავის დონეზე, იმიტომ რომ მსოფლიო პოლიტიკაში თეთრი რა არის და შავი რა არის, ჯერ პროფესიულ დონეზე უნდა იცოდე მიმდინარე მომენტის დაპირისპირება რა არის. ირანი იმიტომ არის დარტყმის ქვეშ, არა იმიტომ რომ ატომურ იარაღს აკეთებს. წაიკითხეთ დღევანდელი New York Times-ი არავითარი ბირთვულ იარაღზე არ არის. არა მარტო არ აკეთებს, არამედ ბოლო შეხვედრაზე ირანი თანახმა იყო ირანში არ შეენახა გამდიდრებული ურანი. თითქმის ყველაფერზე მიდიოდა, აბა რა მოხდა? მე არაერთ გადაცემაში და ჩემს პოსტში აღვნიშნე თუ ირანი რამხელა სტრატეგიული დანიშნულების სახელმწიფოა, ძალიან სერიოზული რეგიონალური სახელმწიფო, უზარმაზარ როლს ასრულებს იმ საპირისპირო მხარეს, რომელსაც ამერიკის საპირისპირო მხარე ქვია, ამ შემთხვევაში რუსეთი და ჩინეთი. არის უსაშველოდ ცენტრალური რეგიონალური სახელმწიფო არა იმის გამო რომ ბევრი ნავთობი აქვს მხოლოდ არამედ იმის გამო რომ მისი კავშირები მისი ყოფნა ბრიკში მისი დამოკიდებულება ჩინეთისადმი რუსეთისადმი და ასე შემდეგ აბსოლუტურად უპერსპექტივოს ხდის დასავლეთის მიზნებს იმ გეოსტრატეგიულ სივრცეში, რომელსაც სამხრეთ საქართველო, ახლო აღმოსავლეთი და შუა აზია ჰქვია. ამიტომ ეს კონფლიქტი არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ირანის დასამორჩილებლად რატომ უნდათ ხელისუფლების შეცვლა? ახლა სად ვარჩიო? მე კარგი აიათოლები არ არის კარგი თემა, არ არის გასარჩევი. ირანელი ხალხი რო ტანჯვის ქვეშაა, ხო, ამაზე ვისაუბროთ, ხო, როგორც საუბრობდნენ დღეს ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული შინმიმავლები, ხო? ჩვენი ამოცანა არის, ჩვენ ვიყოთ მოზომილი დიპლომატიური ურთიერთობებით ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენ შორის ახლოს არის და თუ გნებავთ შორს არის, ეს სხვა პოლიტიკა არის. თავარი რაც არის დარტყმა ადგება რუსეთსა და ჩინეთს, მაგრამ რუსეთმა და ჩინეთმაც არ დააყოვნეს და ხვალ სპეციალურად მოწვეული იქნება უშიშროების საბჭო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, სწორედ ირანი იქნება მთავარი თემა ირანზე განხორციელებული შეტევები, მაგრამ დააკვირდით მსოფლიო რეაქციას, ნახეთ როგორი მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება გამოახშენა მთელმა ევროკავშირმა. თელმა ფაქტობრივად და ღია ტექსტებით არის განცხადებები. ახლა ჩემი მიზანი ცოტა სხვა რამეა, ამიტომ მე დეტალებზე არ გავჩერდები. ისევეა სხვა მხრივაც, რატომ? დაძაბულობის ესკალაცია არ აწყობს არავის. იმიტომ რომ თუ ამ რეგიონში სერიოზულად აიჭრა სიტუაცია, ეს უბრალოდ საშინელ დარტყმას მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას და მისგან გამარჯვებული და აი თქვათ სარგებელ მიღებული ვერავინ გამოვა. ვერ დაიპყრობს ირანი ირანს შეერთებული შტატები, ისრაელზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, 12 დღიანი ომი რომ არ გაჩერებულიყო, ისრაელი იქნებოდა აღგვილი მიწისაგან პირისა, ეხლა მოხდა ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომელიც ქართულ პოლიტიკაში მყოფ ხალხს მართებს სწორად განსაზღვროს. თუ თქვენ გახსოვთ, ისრაელის ოფიციალურმა ხელისუფლებამ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს
როდესაც ირანში დაძაბულობა იყო, აი როდესაც ვალუტა დაეცა და ქუჩის გამოსვლები იყო, რომ მიეტანა ირანის ხელმძღვანელობის ყურამდე ის ამბავი, რომ ისრაელი არ აპირებს ირანზე დარტყმას და იგი ემიჯნება ამ დაპირისპირებაში შეერთებულ შტატებს. რუსებმა შეასრულეს დავალება, მაგრამ რუსები როგორც ესე იგი ებრაული თვალსაზრისით გოიმები, მათ გადააგდეს დღეს ისრაელში განაცხადეს, რომ ეს ოპერაცია, ანუ მოდი შევხედოთ ახლა, ეს არ არის ომი, ეს არის მიზანმიმართული ოპერაცია განხორციელებული ლიდერების ლიკვიდაციისთვის და დღეს ისრაელმა ისიც განაცხადა, რომ მთავარი სტრატეგიული დარტყმები მან ფაქტიურად დაასრულა. ესკალაცია ალბათ არ უნდა ველოდოთ, თუმცა ამერიკელებს ცოტა სხვანაირი მიდგომა აქვთ. ეხლა დაველოდებით, რა შედეგი შევაფასებთ ყველაფერს, მერე კიდე 1-2 დღიანი ზეწოლა იქნება, კიდე დაველოდებით და ასე შემდეგ გავაგრძელებთ. აი ეს არის ამერიკული რომ იტყვიან უახლოესი გეგმა, რაც გაცხადებულია, მე ვერ გეტყვით როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ჩემი საქმე არის ის, რომ ავწეროთ დღევანდელი სიტუაცია. მოდით შევაფასოთ დღევანდელი გადასახადიდან. რაიმე უპირატესობა მოიპოვა შეერთებულმა შტატებმა ამ ოპერაციით ისრაელთან ერთად? არა. კიდე გეუბნებით. მე ის ხალხი, ვინც დღეს ჩემ პოსტებზე და ადრეც შემოხტება და რაღაც სისულელეებს ბოდავს, თქვენ კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება ამ ხალხისადმი, მე მათ ნაგავს უწოდებ, იდეოლოგიით გამოთაყვანებულ ხალხს, რომელიც საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხში, თუ ამ ნაგავს არ გავიტანთ ჩვენ სანაგვეზე, ფაქტობრივად უზარმაზარ საფრთხეს აჩენს, იმიტომ რომ ეს არის იდეოლოგიური მანქურთები, რომლებსაც არაფერი არ აინტერესებს, საუბარიც კი არ იციან. ერთი ქალბატონი აქტიურობდა დღეს, აი სიანჩხლემდე მისული, ხო? და ამ იდეოლოგიის გამო. აბა რა ხდება? რაშია ის მთავარი? მთავარი დასკვნა და ეს უკვე შენიშნეს, რომ ისრაელის დღევანდელი ხელისუფლება, თორემ მე დარწმუნებული ვარ, ნათანიაჰუს არ აქვს დიდი დღე, აუცილებლად იქნება გაშვებული საბოლოოდ პოლიტიკიდან და ისრაელში ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანები მოვენ გარკვეულად, იმიტომ ამაზე უარესი ვერ მოვა ნამდვილად. ესე იგი, ხელისუფალი, რომელიც ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს და მით უმეტეს სხვა ქვეყნის მიმართ არა მართალ ინფორმაციას ავრცელებს, არამედ ნიღბავს თავის მოქმედებას, ამით მე ვფიქრობ, რომ ირანის ხელისუფლება გარკვეულწილად შეიძლება ოდნავ მოადუნეს, მაგრამ არ ამგონია, რომ მთლიანად იყვნენ მოდუნებული. ვნახოთ, ხამენეი მოკლულია თუ არ არის მოკლული, ხო? იმიტომ რომ იმ სკოლაზე, რომელზეც თითქოს და ისრაული წყაროებით იმალებოდა, ასე პრიმიტიულად არ ხდება, მაგრამ თქვათ იმალებოდა ხამენეი, იქ 160 მოსწავლეა უკვე მკვდარი. ეხლა მე გეკითხებით, იგივე გონიერ ხალხს არ ჭირდება ამაზე კითხვა და თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინმე თქვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მოსაკლავად 160 მოსწავლის და კიდე ასობით მოსწავლის დასახიჩრება და დაზიანება, ეს დასაშვებია. შეიძლება ეს ჭირდებოდეს პოლიტიკას? არა, მაგრამ ისრაელს შეუძლია ამის გაკეთება, იმიტომ რომ თავგასულობის ხარისხი ძალიან მაღალია, თუმცა ისრაელს ეს ცუდად დაუბრუნდება. თორემ მე არსად არ გავბრივარ. ყველა ჩემი პოსტი სახეზეა, ყველა ჩემი ვიდეო ჩანაწერი სახეზეა, არასდროს არაფერი არ წაშლილა ჩემი გვერდიდან და არასდროს არ წაიშლება. ეს ყველაფერი დასრულდება, ჯერჯერობით შორსაა დასრულებიდან, საშინლად რთული მოვლენები იქნება და ჩვენთვის ეს სირთულე დასანახია მხოლოდ იმის გამო, ყოველგვარი ემოციის, ყოველგვარი ორიენტაციის, ყოველგვარი იდეოლოგიური სისულელების გარეშე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი
აუცილებლად შეეხება საქართველოს, ხო? ასე რომ თითქოს გაკეთდა ლიკვიდაციის ოპერაცია, ჯერჯერობით ყველაფერი ცნობილი არ არის, მაგრამ არაქჩიმ საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გააკეთა საინტერესო განცხადება. მან თქვა, რომ თუ ამერიკელები ჩათვლიან საჭიროდ ჩვენთან საუბარს, მათ იციან, როგორ უნდა დამიკავშირდნენ მე. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ რამდენიმე სამხედრო მეთაური შეიძლება იყოს ამ დარტყმების შედეგად ლიკვიდირებული. რა მოხდა, როგორ მოხდა, ირანსაც ეტყობა, რომ ესკალაციას არ აპირებს, არც უნდა, იმიტომ რომ ესკალაცია არავის არ აწყობს. მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი დღეს ონლაინ რეჟიმში ფაქტიურად რა ხდებოდა. ერთმა ძალიან თითქოს და საქმით დაინტერესებულმა ადამიანმა მითხრა, რომ აი, ომი არ გვინდაო, მაგრამ ხალხი რომ უხარიაო სხვისი. მე ყველაფერს დავუკვირდი და ვერ ვნახე ირანელი ხალხი ძალიან გახარებული, რომ მათ ქვეყანას მოუნდომეს დაპყრობა, იმიტომ რომ შენი ხელისუფლება თუ ყავს, მას შენ თვითონ უნდა მოუარო, იმიტომ რომ ხალხის ნებას ვერავინ ვერ გადავა. ამიტომ შენ გიხაროდეს, რომ შენი ქვეყანა, ესე იგი შეიძლება ვიღაცის მიერ იყოს გასრესილი მიწასთან და შენ ამით განთავისუფლდები ბჭყალებში ვიღაცისგან, ამ მოტივით სიხარული ეს ქართველებს აი იმ საწოდავ არ მეყვარს ეს სიტყვა, მაგრამ აკაცუკები რომ დაარქვეს, ხო? ანუ მე ამათ ვძახი ტვინ გამორეცხილ ნაგავს, კიდე გეუბნები. მხოლოდ ამათ შეიძლება უხაროდეს ის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ან რუსი შემოვიდეს, ან ვინმე შემოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება მართლა შევქმნათ საფრთხე დიდ სახელმწიფოებს და არც ამერიკელები გვაპატიებენ და არც რუსები არ გვაპატიებენ, თავისთავად ცხადია. მე ვერ ვნახე ეს პირიქით სხვანაირი განწყობა არის ირანში, მათ ძალიან სერიოზულად იციან რა მოყვება მარიონეტულ რეჟიმებს. ჩვენ სამწუხაროდ 32-13 წელია ვერ მივხვდით იმას, რომ საქართველოს რა გაუკეთა სამმა მარიონეტულმა რეჟიმმა, კანონიერი ხელისუფლების დამხობმა, შემდეგ იმ წიაღში აღზრდილმა და კარგგვარიანად გამოჩატლახებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მე როდესაც ისინი მართვის სადავეებიდან გავიდნენ იმათ ხელიდან, ვინც ისინი მოიყვანა, შეცვლილი იქნა ამ ხელისუფლებით, რომელიც ასევე ქართველი ხალხის მოტყუების ხარჯზე იქნა მოყვანილი, იმიტომ რომ ხალხი ერთ რამეს ითხოვდა, რა ითხოვდა, ერთ რამეს ითხოვდა, სამართლიანობა აღდგენო. თქვენ კარგად ხედავთ, დღევანდელმა ხელისუფლებმა 13 წლის თავზე რამდენად დიდი სამართლიანობა დააწესეს, ყველაფერს რაც განადგურება შეიძლება წარმატებით გაანადგურეს. ამიტომ იმ ხალხის მიერ რაიმე სერიოზული პოზიციების დაკავება ქვეყანაში ნიშნავს, ეს ქვეყანა ისედაც სრულდება ქართველებისთვის. ეს თემა არ მოიხსნება ჩემი გადაცემიდან. მას დემოგრაფია კლავს. თუ ქართველთა დიდი გაერთიანების მეშვეობით ყველა ქართველთან ერთად არ მოხერხდა ამ პოლიტიკის ბლოკირება, მერე გინდა აკაცუკი იყოს, გინდა არც ერთს არ აქვს პერსპექტივა საქართველოში, მაგ აკაცუკებსაც ისე დაუპანჩურებენ და გაყრიან ამ ქვეყნიდან, როგორც სხვა წესიერ ქართველს, იმიტომ რომ დაკარგული იქნება ეს ქვეყანა. ამიტომ მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი საქმე, მე მზათა ვარ ღია დიალოგის ყველას, მე ჩემი ტელეფონიც დავდე, მე ახალგაზრდებს მივმართავთ, რა ოჯახებში გაიზარდეთ, როცა ამდენ კიდე გეუბნებით, თქვენ საგვარეულებში ერთად რო შეკრიბოთ, ხალხი იმათ ერთად ავწონი, კიდე გეუბნებით. არანორმალური შრომა მაგ, მაგრამ მე თქვენ მარტო საუბრით შემიძლია გესაუბროთ და აგრესიას თქვენს მიმართ არასდროს არ გამოვიჩენ, იმიტომ რომ საცოდავი ხალხი ხართ. უფრო დასაშვალო თაობას, ამ ნაგავ თაობას
რომელიც იდეოლოგიით ევროატლანტიკურ და რაღაც უბედურებაში მიდის, მოგმართავთ, რომ აბა ერთი თუ გეყოფათ კაცობა, სადაგავთ. ან თუ გეყოფათ ოდნავ მაინც იმის გაბედულება, რომ მე მესაუბროთ პროფესიულ საკითხებზე. მზათა ვარ ნებისმიერ დროს. არ მაინტერესებს ეს. არ მაინტერესებს ქართველთა დიდი გაერთიანება, იმიტომ გავაკეთეთ ყველა საღადამიანთან ერთად და ვითარდება ეს იკრებს ძალას, რომ დაიბლოკოს ნეგატიური პროცესები ქვეყანაში, თორე იმდენად დაუნდობელი დროა, საკმარისია საქართველოს ოდნავ ფეხი დაუწდეს და მისი არსებობა ქართველისთვის დასრულდება, თორე ამნაირ კარგ ქვეყანას პატრონი აუცილებლად გაუჩნდება და ის, რასაც ქართველი ანადგურებს, აქ ჭკვიანი ხალხი ზღაპრად აქცევს ამ მართლა ზღაპრულ და საოცარ ქვეყანას. ამიტომ მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი საქმე. ყველანი ერთად, ვინც შემორბი ხართ ჩემს გვერდებზე, ჩემ ბჭყალებში სალანძღავთ, თქვენ როგორ უნდა გამლანძღოთ, მე მითხარით. არარაობებმა, როგორ შეგიძლიათ ჩემი გალანძღვა. მზად ვარ დაგაფასოთ ნამდვილად და მოვიდე, სადაც გნებავთ სასაუბროთ. ამიტომ მე მივმართავ ჩემს თანამემამულეებს, ძალიან მაგარ ქართველებს, რომელთა მიმართ მე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს. იმდენად კარგად ვიცი, რას ვაკეთებ. იმდენად დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობ ამდენი წელია და თქვენ ხედავთ. მე ფაქტობრივად ჩემი შეფასებები და არა პროგნოზები. პროგნოზი სხვანაირად კეთდება. არა ვარ მე პროგნოზისტი. არასდროს გასცილებია რეალობას და კონტექსტიდან ამოგდებული რაღაცები უტვინო ვიღაცა, ესე იგი მიდევ შენ ხო თქვი რომ 2-3 დღეში უკრაინა დამარცხდებაო. არა, მე ვთქვი რომ უკრაინის განადგურებას 1-2 საათი არ ჭირდება. წინა გადაცემაში რა ვთქვი, 40 სტატია მაქვს რაკეტულ ტექნიკასთან დაკავშირებული უსაშველოდ შორს წასულ მეცნიერებაში. წიგნი მაქვს, რომელიც NASA-ში დევს. თქვენ როგორ ბედავთ არარაობები და არაფრის მცოდნეები, მე მიკარნახოთ რა არის და რა არ არის. თქვენ ხომ ამბობთ, რუსული ტექნიკა ასეთია. რუსული ტექნიკის მომგები დღეს ომში არავინ არ არის. ეს რუსების დიდება კი არ არის, კაცო. მე აღწერთ, იმიტომ რომ მე პოეტი კი არა ვარ და თქვენნაირ გამოშტერებულ უნივერსიტეტში, თქვენნაირ გამოშტერებულ პროფესორებთან კი არ მომისმენია და მისწავლია ეს ყველაფერი. ამ ცოტა უფრო სერიოზულ ამიტომ დაუნდობლები უნდა ვიყოთ ჩვენ, მალე უნდა შევიკრათ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენ გუშინ სამუშაო შეხვედრა გქონდა და ოფისში ვისაუბრეთ იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომელიც მალე დააჩქარებს ამ პროცესებს და ღმერთის წინაშე მართალ საქმეს ღმერთი აუცილებლად შეეწევა, მაგრამ ამას საღი ქართველების ერთად ყოფნა ჭირდება. ძალიან ზუსტად ვიცი. თავი რომ მოიკლათ, კიდევ ამ საშინელ სიტყვას გამოვიყე ამ აკაცუკებმა თუ ამ ნაგავმა იდეოლოგიურმა არაფერი არ გამოგივათ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ორი გზა არის. ჩვენ მივიღეთ საშინელი პროპორცია. ან გადავარჩენთ ამ სიტუაციას ქვეყანაში ქართველებისთვის და ეს ქვეყანა დარჩება ქართული, ან და ვერ გადავარჩენთ და მაშინ ყველანი ერთნაირად დაღუპულები ვართ. აქ რომ ნატო შემოვა და აქ რომ ევროკავშირი შემოვა, მანამდე იყავით თქვენ კარგად. ევროკავშირი საერთოდ თავის საქმეში თუ გაერკვევა სამომავლოდ ქართველებთან ურთიერთობისთვის ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ჯერ მათ თავისი პრობლემები აქვს, გადასატანი და ღმერთმა თქნათ ძალა მისცენ გადაიტანონ. ამიტომ უსაშველოდ საშიშია დავაკვირდეთ, ომი არ არის, არის საომარი მოქმედებები. განხორციელდა დილით, გაჩერდა, იყო უმნიშვნელო, საპასუხო, რაღაც ჩამოაგდეს, რაღაც ვერ ჩამოაგდეს, მაგრამ ირანიც ფრთხილად არის ძალიან, იმიტომ რომ კავშირები აქვთ მათ როგორც რუსებთან, ისე ჩინელებთან. ჩინელების წინააღმდეგაც არის ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულად, არა მხოლოდ რუსების წინააღმდეგ, მაგრამ ცხადია ირანის დამორჩილება. დღეს რომ ირანი იყოს
შეერთებული შტატების ასე პატრონაჟის ქვეშ, ანუ დაახლოებით ისეთივე მარიონეტი იყოს ირანში, როგორიც არის. ხასუსამ არ მაინტერესებს კარგია ირანის ხელისუფლება თუ არ არის კარგი. მეგეუბნებით ბერკეტების მიხედვით მართვისთვის მაშინ ჩინელების და რუსების საქმე გეოპოლიტიკაში დასრულებული იქნება. ეს იმდენად იზოლირებული იქნება ეს ორი სახელმწიფო, რომ აბსოლუტურად ამერიკელების დიქტატს დაექვემდებარებიან. კარგია ეს დიქტატი, არიქა ცუდია, ამას არ ვარჩევ. პარალელურად შემიძლია გითხრათ, რომ ამ სიტუაციების დაწმენდის შემდეგ გამოისახება ის კონტურები, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგცემს უკვე სწორი ორიენტირი დავისახოთ, იმიტომ რომ ეხლა სიტუაცია როგორ განვითარდება, მათ შორის უკრაინაში სერიოზულად დაიძაბება ყველაფერი, ძალიან მაგრად დაიძაბება. არ მალავენ უკრაინის პროპაგანდისტები დასავლეთში, რომ ნატო უკვე ფაქტობრივად უკრაინაშია, ფაქტობრივად, ოღონდ ცხადია, არა ნატოს ფორმით, არამედ ისე, ეს დიდი ხანია ცნობილია. ყველანაირი იარაღს მიიღებს უკრაინა, ამის თაობაზე მე წლების წინ თქვი და ამას მოყვება აუცილებლად დაძაბულობა. შემთხვევით არ მოხდა ის, რომ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა დაიბრუნებს ყველა ტერიტორიას, რაც როგორ შეიძლება დაიბრუნოს ყველა ტერიტორია, როდესაც უკრაინას უბრალოდ საშინელი პრობლემები აქვს ცოცხალი ძალის თვალსაზრისით, მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ გასაგებია, თუ პირდაპირ ჩაერთვება ნატო, გარკვეული სერიოზული რეაბილიტაცია მოხდება იმ ძალებისა, რომელიც ფაქტიურად განადგურების პირასა, ეს საქართველოში იგებენ მხოლოდ უკრაინელები, თორე სხვაგან არცად არ ხდება. მე მთელი დასავლეთის ყველაზე საუკეთესო გამოცემებს და გონებრივ ცენტრებში ანალიზურ მასალას ვეცნობი და არსად ამის მსგავსი არაფერი არ არის. პირიქით, უფრო უხეში დამოკიდებულება გახდა უკრაინისადმი, მაგრამ ირანი უკრაინა გადაბმულია. ირანი უკრაინა და თალიბებისა და პაკისტანის დაპირისპირება გადაბმულია. რატომ? იმიტომ რომ იქ არის ომანის სრუტეში ორი ნავსადგური, ერთი არის პალესტინის, ბოდიში პალესტინა რა იყო პაკისტანის, მეორე არის ირანის. ომის შემთხვევაში ვერ გამოიყენებს ჩინეთი ამ სადგურებს, არა და ჩინელებს უამრავი ფული აქვს ჩადებული იმ მაგისტრალში, რომელიც ჩინეთი პაკისტანის გავლით ამ უაღრესად მნიშვნელოვან რეგიონთან აკავშირებენ, მაგრამ ავღანელების მიერ წამოწყებული ეს დაპირისპირება, ნახეთ როგორ წამოიწყეს თალიბები არიან როგორც ავღანეთში, თალიბები არიან აგრეთვე პაკისტანში. პუშტუნების ცნობილი ტომი არის როგორც ავღანეთში, არის აგრეთვე პაკისტანში. ეს საზღვრები, რომელიც ბრიტანელებმა თავის დროზე გაატარეს, არის საკმაოდ, რომ იტყვიან, დავის საგანი დღემდე ავღანეთსა და პაკისტანს შორის, მაგრამ პაკისტანელები, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე თალიბებს ძალიან დიდ დახმარებას უწევდნენ, ხელისუფლებაში მოსულმა თალიბებმა არ ისურვეს, რომ ყოფილიყვნენ მარიონეტები და სხვა დამორჩილებები. ეს სხვათა შორის ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. თალიბებს არ სურთ იყვნენ იმ ხალხის მორჩილი, რომლებიც მათ თავის დროზე დაეხმარნენ. ეს საფიქრალია, იმიტომ რომ ქართველების მიდრეკილება იყოს ყმა პოლიტიკის დონეზე. არის გამაოგნებლად გამანადგურებელი, იმიტომ რომ ბუნებით ყნობიდან მოდის, რაც ქართველთა საღი ნაწილისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ქართველებს ისეთ წაუვიდა საქმე, ბოლო 30 წელია, რომ ყველანაირი
არაქართული მენტალობა, არაქართული სული, არაქართული ღირსება ზის ხელისუფლებაში და ამას ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც აკეთებს და ჩვენ უზარმაზარი საფრთხე გვაქვს. ესე იგი, ყველაფერი გადაბმულია ერთმანეთთან და ისევ ყოველგვარი მოკიბვის გარეშე, რომ დაპირისპირება მიდის შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ჩინეთს შორის. ყველა მოკავშირე და სერიოზული მოკავშირე და მით უმეტეს ისეთი სტრატეგიული ქვეყანა, როგორც ირანია, რუსეთისთვის და ჩინეთისთვის, არის უპირველესი დარტყმის ქვეშ და ფაქტობრივად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი წავიდა უპრეცედენტო ნაბიჯზე, რომელმაც ამ ნაბიჯმა მისი როგორც პოლიტიკური სახე გაანადგურა. არ შეიძლება ვინმემ დღის შემდეგ ტრამპი აღიქვეც როგორც სერიოზული პოლიტიკოსი. რატო? კაცი ქმნის მშვიდობის საბჭოს, თურმე ბლეფია. კაცი მიდის ირანთან სასაუბროდ, ირანი ყველაფერზე თანხმდება და იწყებს ოპერაციის განხორციელებას და დღეს ნიუ-იორკ ტაიმსში დაძლევა ამბობს, რომ არავითარი ახალი პროგრამა ირანს არ აქვს და არავითარი ბომბი მას არ აქვს. მე არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში ტრამპი კარგია, ტრამპი ცუდია, ეს კარგია, ის კარგია, მე აღწერე სიტუაცია. მე მაინტერესებს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დღევანდელ უსაშველოდ რთულ სიტუაციაში და მე ვხედავ ერთ რაიმეს, რომ საქართველოს პოზიცია არ გააჩნია ხელისუფლებას. სამაგიეროდ ხელისუფლება დაირაზმა და ერთობლივად ბომბავს ინგლისს, რომ მათ ესე იგი დემოკრატია შეურაცხყვეს საქართველოში და კიდე არ მინდა ამ თემებზე ვისაუბრო. ტელევიზიების სანქცია, ეს უკვე სხვა რამეებზე სანქციას ნიშნავს და ამ დროს გახარებული, ეგრეთ წოდებული, ეს ტვინგამოლაყებული პროტესტანტები, ტვინგამოლაყებული ხაზს უსვამთ, სადაც გნებავთ იქ მოვალ თქვენთან სალაპარაკო. როგორი ბედნიერები არიან, რომ ამ ხელისუფლებას დარჩა 2 და ცოტა ხანი და აღარ იქნებიან სამაგიეროდ ის ბელადი, რომელიც დღეს ტანჯულია და პუტინის პატიმარს წარმოადგენს ციხეში, აქვეყნებს იმ გამოკლებას, რომ ხალხს სურს, რომ პირველი ნომერი რა თქმა უნდა ის არის, მეორე ნომერი რა თქმა უნდა ბანკირია, ახლა ფული იმან გადაიხადა ალბათ, მესამე გირჩია. ახლა მე გეტყვით ჩემ მოსაზრებას. დაუშვათ ეს ყველაფერი სწორია. მაშინ შემიძლია გითხრათ და კარგად დაიმახსოვრეთ, რა დონის გამოსირებული უნდა იყოს ხალხი, რომ მართლა ასეთი რეიტინგი დაალაგოს. პირველ ადგილზე სააკაშვილი, მეორეზე რაგვარი ხაზარაძე, მესამეზე გირჩი ჯაფარიძე, ხო? მე პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებ, თორე მიშასაც ძალიან კარგად ვიცნობ, რაც ჭირს, ეს მე პარლამენტში უთხარი, მის კაბინეტში გაიხსენოს თუ უსმენს ამას და ალბათ უსმენს, გაიხსენოს მის კაბინეტში, როდესაც ამერიკიდან ჩამოვედი, რა უთხარი? დაიღუპები, იმიტომ რომ ჯერ არა გაქასაკი, რომ პოლიტიკა გაქაჩო და იმ ხალხით თუ მოხვალ, აბსოლუტურად დაღუპული ხარ წინასწარ, ხო? პირისპირ იყო საუბარი, მაგრამ აი ასეთ რამეს ხო ვერ მოიტყუებ, ხაზზე შემიძლია დავიფიცო, თუმცა თვითონ არ იცის, რაზეც ვილაპარაკეთ მაშინ. ამიტომ ეს არის ამას გამოთაყვანება არ ქვია. ეხლა თლად ქუთაისურად არ გეტყვით რა ქვია ამას, მაგრამ გამოსირებულობა ქვია ამას. შევარგბილე ცოტა. ამიტომ თუ ამ ქვეყანას ეხლა საქართველოს მოგმართავთ. თუ ამ ქვეყანას ჩვენ ამნაირ ხალხს დაუტოვებთ იმ განუკითხაობისთვის, რასაც 33 წელი განუკითხავად ანადგურებენ ამ ქვეყანას. გეკითხებით, რატომ
არის ღირსი ქართველი ასეთი ფანტასტიკური ქვეყანა გქონდეს. მაგრამ არა ვართ ასეთები, ხო სწორი, ასეთები რო ვიყოთ, ამ საქმეს არ გავაკეთებდით, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ საღი ქართველების უდიდესი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ უმრავლესობა ის მე რა რომ რეკლამა არ უკეთდება ამ ხალხს და საშინელ მდგომარეობაში არიან, სამაგიეროდ რეკლამა უკეთდებათ იმ ხალხს, რომელზეც მე ახლა ვისაუბრე, ხო, აღარ გავიმეორებ. ამიტომ არჩევანი არის ქართველებზე, საღ ქართველებზე. არავით არის ამერიკა, არავით არის რუსეთი, არავით არის ევროკავშირი, არავით არის ნატო. საქართველოს მომავალს არ უზრუნველყოფს. საქართველოს მომავალს უზრუნველყოფს პროფესიული პოლიტიკა, ცოდნი ადამიანები, მაგრამ ცოდნი ადამიანი შეიძლება იყოს, მაგრამ პოლიტიკური აზროვნება არ გააჩნდეს. ცოდნი ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური საქმიანობის ბუნებრივი მიდრეკილება გააქვთ და შეუძლიათ ამის კეთება, აბსოლუტურად ემოციისგან დასაცილი ცივი გონება და პრაგმატული აზროვნება. ახლა ქართველები არ არიან ამნაირიო, ქართველები ზუსტად ამნაირები არიან. და ამნაირები რო არიან, იმიტომ ვარ მე დღეს, იმიტომ უპირისპირდები ამ ნაგავს და უფიცილებლად, კიდევ უფრო დიდად დაუპირისპირდები, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი ქართველის ბუნება, გავიზარდე ფანტასტიკურ გარემოში, ფანტასტიკური ბებიებისა და ბაბუების და დედისა და მამის ხელში და ისინი მაძლევენ მე ძალას და შემდეგ რა თქმა უნდა ის აღზრდა და განათლება, რომელიც მე მივიღე საბედნიეროდ და დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გარემო უზრუნველყო. ამიტომ არჩევანი ჩვენზეა, არაფრის იმედი არ შეიძლება გქონდეს. ღიად დაიწერა, არ მინდა ჩამოვთვალო ქვეყნები, რამდენი ქვეყანა გაქრება პოლიტიკური რუკიდან 2026 წელს და რამდენი გაქრება უახლოეს წლებში. სადღაც მე არაერთხელ დავწერე, მე მგონი ჩემი გვერდზე იყო 3-4 წლის წინ, რომ მე ვთქვი, რომ 21 საუკუნე ეს არის არ შემდგარი სახელმწიფოების გაქრობის საუკუნე. ქართველები დღეს არიან არ შემდგარი სახელმწიფოს მოქალაქეები. ასეთი არ შემდგარი სახელმწიფო ვერ იარსებებს. არ უნდა ამას ჯიღის ტყმა გულზე და არიქარა ეს დაგვიფარავს და ის დაგვიფარავს, ვერაფერი ვერ დაგიფარავს. ცოცხალი თაობის საღი ნაწილის გარდა ვერაფერი ვერ დაიფარავს საქართველოს. ამანაირ მონდომებას და ამნაირ სულისკვეთებას რომ დაინახავს უფალი აუცილებლად დაუჭერს ამნაირ ხალხს, მაგრამ არა აპრიორი რომ საქართველოს დღეს არ იმსახურებს იმას, რომ პირიქით უფალის ჯის ქართველებს, იმიტომ რომ არასწორად ფიქრობენ ისინი საკმაოდ დიდი ხანია. ამიტომ დავალაგოთ ყველაფერი, ეს ნაგავი გასატანია სანაგვეზე, არაფერი არ უშველით, ან ნაგვით დაიფარება ყველაფერი და მაშინ ყველა სხვას არაფერი არ უშველეს. მაგრამ ამ ნაგავსაც აუცილებლად გახვეტავენ გონიერი უცხო ტომელები და ამნაირ ქვეყანას ნაგავს მაინც არ დაუტოვებენ. ასე რომ არჩევანი ჩვენზეა, საშინლად ცუდი მდგომარეობა, მე არ ველი რაიმე დიდომს, არიქა როგორ უხაროდათ, კაცო, ახლა აუთავებენ ირანს ვერ დააუთავებს, ვერც შეერთებული შტატები, ვერც მით უმეტეს ისრაელი, ვერც სხვა რაიმე, დაუთავების მცდელობა იქნება დიდი გლობალური ომი, რომლის შემდეგაც რა იქნება ღმერთმა იცის. ამიტომ ჯერჯერობით საფრთხეები მოხსნილი არ არის, მაგრამ ომის ესკალაცია არ მიდის, ომი ასე არ ხდება, დილას დაბომბო და მე უყურო შედეგი რა იქნება. არ ხდება ომის თავისი წესები აქვს, თავისი ინტენსივობა აქვს ოპერაციებისა და ასე შემდეგ. გითხრათ სიმართლე, ნამდვილად არ ველი დიდომს, მაგრამ ზეწოლა გაგრძელდება. ხვალ ნახოთ უშიშროების საბჭოში როგორ განვითარდება მოვლენები. ევროპის პრესას მე გადავხედე, ძალიან სერიოზულ პრესას გადავხედე და დამოკიდებულება ნეგატიურია.
აბსოლუტურად ნეგატიურია ისრაელის მიმართ დამოკიდებულება ისედაც ნეგატიურია ევროპაშიც და ამერიკაშიც. ოღონდ სიონისტური წრეები შეერთებულ შტატებში, როგორც ჩანს, ტრამპზე დიდი გავლენა აქვს. ფაქტიურად ტრამპი საფრთხის ქვეშ აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების იმ სახეს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის უმეტეს ნაწილში მიმზიდველი იყოს. მე არ ველი იმას, რომ ტრამპი აქედან პოლიტიკური გამარჯვებული გამოვა, პირიქით, ტრამპამ ფაქტიურად ამ საქციელით, როგორც შეიძლება ასეთი რამე მოლაპარაკებების უჯდებოდა და თან ატყუებდა მომლაპარაკებელს, ხო? ამ დროს შენ არ მიგიტანია საქმე იქამდე, როცა დაგეთანხმდნენ ყველაფერში. გამდიდრებულ ურანსაც არ შევინახავთ ირანში. აბა რა გინდა ახლა ვერ გავიგე. რაკეტები არ გააკეთოს, თვითნავი არ გააკეთოს, ეს არ გააკეთოს და ტრამპა უთხრა ნავთობი გაქვს და იკმარეთ მაგიო რად გინდათო ესენიო. ვა. გარანტიები რას აძლევთ? არაფერს არ აძლევ. ვერ მისცემ, იმიტომ რომ შენ არ ახარ ის ქვეყანა დღეს რომ გარანტიები მისცე ვინმეს. ისევე როგორც ვერ მისცემს შეერთებული შტატები უკრაინას გარანტიას, ისევე როგორც ვერ მისცემს ევროკავშირი და ნატო უკრაინას გარანტიას გამორიცხულია, მაგრამ თუ აქ ესკალაცია არ მოხდა ირანთან დაკავშირებით, მაგრამ ხვალ ზეგ დავაკვირდეთ რა მოხდება. მე მგონი ამერიკელები გაიმეორებენ დარტყმას თუ არ გააჩერეს, მე მგონი გაჩერდებიან. ყოველ შემთხვევაში უკრაინაში აშკარად დაიძაბება სიტუაცია, გაცილებით ინტენსიური საომარი მოქმედებები იქნება და აშკარად ჩანს, რომ ამ ფორმით თუ იმ ფორმით ნატო მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ დღეს აღარ გადაგღლით მეც ჩვენ ამ დღეებში შეგეხმიანებით თუ საჭირო იქნება მე ორ შაბათს კიდე ჩავერთვები ან სამ შაბათს 4 შაბათს ოფისიდან იქნება ჩართვები 5 შაბათს და შაბათს ჩვეულებრივი ჩემი დღეა ჩემი გადაცემის დღეა დაგემშვიდობებით ღმერთმა ძალა მოგცეს და ღმერთის წყალობა არ მოკლებოდეს ამ წმინდა საქმეში ხას უსვამ ძალიან საშიში მდგომარეობაა ქართველებისთვის საქართველოში ეს უნდა გავიაზროთ დანარჩენს მოევლება ნაგავსაც მოევლება ნაგავის პატრონსაც მოევლება ოღონდ თავარია ამის მოსურნე ხალხი არსებობდეს კარგად ბრძანდებოდეთ დაგემშვიდობებით